მოგესალმებით, ეს Tech Informe-ია გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლორდავა და ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. დღევანდელი Tech Informe უნდა დავიწყოთ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბით, რაც მოხდა მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. საუბარი გვაქვს Google-ის პრეზენტაციაზე, ყოველწლიურ პრეზენტაციაზე, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იყო იმედგაცრუება იმ ადამიანებისთვის, ვინც რაღაც სასწაულს ელოდნენ კომპანიისაგან, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს საუკეთესო. ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვსაუბრობთ და აქ ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, იყო ის, რომ არც მოერიდა Google-ის ხელმძღვანელობას და პირდაპირ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ საჯაროდ თქვა, რომ Gemini-ის საუკეთესო მოდელი, რომელსაც ასე ელოდებოდა მთელი მსოფლიო, კიდევ ერთი თვით არ გვექნება და უნდა დაგველოდოთო. ეს იყო ალბათ ყველაზე უხერხული მოცემულობა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ თლად ასეთი ცუდი წარდგენაც არ ყოფილა. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი ვიხილეთ და ბევრი ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა ვიხილეთ. უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ თვითონ Gemini-ის განახლებული ვერსია, Gemini 3.5 Flash-ი, რომელიც არის გაცილებით ძლიერი, ვიდრე Gemini-ის Pro ვერსია, ანუ ის ვერსია, რომელშიც ადამიანები ფულს იხდიან. და ყველა გათვლით ის მინიმუმ 10-15% Pro ვერსიას, ეს Flash ვერსია, Pro ვერსიას შევნის მინიმუმ 10-15%. რაც ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემებით გავიგეთ, იყო ის, რომ Google-მა ფაქტობრივად მოახერხა, რომ 2024 წლის მოცემულობიდან, როცა 400 მილიარდი ტოკენი იხარჯებოდა მხოლოდ, მივიდა იმ მოცემულობამდე, როცა ახლა ყოველთვიურად იხარჯება 3.2 კვადრილიონი ტოკენი, რაც არის არანორმალური რიცხვი, თუმცა არ არის გასაკვირი იმ კომპანიისაგან, რომელსაც თვეში 900 მილიონი, უკვე დადასტურებულად 900 მილიონი მომხმარებელი ყავს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ Gemini-ზე. მოგეთ, Gemini-ის 3.5 Flash-ი გამოსულია ის საქართველოშიც ხელმისაწვდომია, ვიხილეთ განახლებული დიზაინით, ამ შემთხვევაში რაღაც ვიზუალური ცვლილებები არ მარტო წმინდად გამოყენებისას, არამედ აქტიურობისასაც შეიმჩნევა, მაგალითად, როცა ფიქრობს, იცვლის ფერებს, სხვადასხვა ანიმაციები ჩნდება, ну ეს იმდენად მნიშვნელოვანი სიახლე არ არის, თუ ანიმაციებზე ვსაუბრობთ, Gemini Omni-ზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური პროდუქტია იმ კომპანიისაგან, რომელიც კარგა ხანია მუშაობს გენერაციული ვიდეოების შექმნაზე და თუ ვსაუბრობთ გენერაციულ ვიდეოებზე, Gemini Omni-ის მიერ შემოთავაზებული ის შესაძლებლობა, რაც გვექნება, ამ შემთხვევაში Pro მომხმარებლებს, თუმცა ჯერ ეს ხელმისაწვდომი არ არის ჩვეულებრივ უფასოდ სერვისის მიმღები ადამიანებისთვის, არის ის, რომ შეგვეძლება ნებისმიერი ვიდეო არაუბრალოდ გარდავქმნათ რეალურად რაღაც საოცარ ანიმაციად, არამედ ახალი ელემენტებით შევმატოთ. მაგალითისთვის, თუ გადავიღებთ ჩვეულებრივად ძალიან ბრტყელ ვიდეოს ერთი ადამიანისას, რომელიც მღერის 360 გრადუსიან ვერსიას შემოგთავაზებს ვიდეოსას, ისე რომ ეს არ იქნება ხელოვნური, ანუ სივრცის აღქმა დაემატა Gemini-ის Omni ვერსიას, VO-საგან განსხვავებული აშკარად, მას შეუძლია რომ ძალიან კარგად ადაპტირდეს რეალობასთან, რაც მთავარია, ფიზიკის კანონები ძალიან კარგად გაითვალისწინოს და დაიცვას და ეს უცნაური აცდენები, როცა მაგალითად ადამიანი შენ უკანონ გადის, ჩვეულებრივად კი გადის, მაგრამ მერე ქრება, ასეთი რაღაც არ მოხდება, მიხვება ლოგიკას, მთელი გამოსახულება, ძალიან სწორი და საინტერესო გადაწყვეტა აქვს, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო. ერთადერთი საკითხი დანარჩენზე ცხადია, უნდა მოვისმინოთ ჩვენ. სიახლეები ასევე იყო ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის მიმართულებითაც, რადგანაც Google ცოტა არ იყოს და აგვიანებს ჭეშმარიტი AI ასისტენტის გამოშვებას, უფრო მეტად შეიძლება ამაზე AI აგენტიც კი ვუწოდოთ, მაგრამ იცვლება ეს ვითარება, თუმცა ჩვენთვის ჯერ არა, რადგანაც Gemini Spark-ი, რომელიც არის ახალი ხელსაწყო, მხოლოდ ამერიკაში იქნება ხელმისაწვდომი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და თან მხოლოდ ულტრა მომხმარებლებისთვის, ანუ ყველაზე ძვირადღირებული პაკეტის მფლობელებისთვის ეს პაკეტი ყოველთვის შორის გაიაფთა თვეში $100-დან იწყება, მაგრამ მაინც საკმაოდ ძვირადღირებული სერვისი, ანადგურად თან ტოკენების რაოდენობას გააჩნია, როგორ და რამდენად აქტიურად ვიყენებთ მას. რა შეგვიძლია ვთქვათ Gemini Spark-ზე? როგორც Google აცხადებს, ეს არის სრულად დამოუკიდებელი AI აგენტი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი დავალების შესრულება, რომელსაც ჩვენ მივცემთ. აქ რევოლუციური და გაუგონარი არაფერი არ არის, მსგავსი რამ
ძალიან ბევრ კომპანიას აქვს უკვე. ყველაზე კარგი მაგალითი არის ალბათ Cloud, ისევ და ისევ, რომელსაც საქართველოში აქტიურად იყენებენ, თუმცა როგორც გითხარით, ეს ხელსაწყო ჯერ საქართველოში ხელმისაწვდომი არ იქნება, ამიტომაც მასზე კომენტარების გაკეთებას დიდად აზრი არ აქვს, რადგან სანამ ჩვენით არ გავტესტავთ ხელსაწყოს და არ ვიტყვით, რომ ის მართლაც გამოსადეგია, იქამდე მხოლოდ მარკეტინგულ მასალასთან გვაქვს საქმე და მარკეტინგულ მასალაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს და კარგად მუშაობს, თუმცა რეალობა ხშირად არის ხოლმე განსხვავებული. ამას გარდა რამდენიმე უფრო გამოსადეგი ხელსაწყოც გამოჩნდა. ერთ-ერთი არის Daily Brief-ი, რაც სახელშივე გვეუბნება, რაც არის დღიური შეჯამება, რომელსაც მომხმარებლები მიიღებენ როგორც უშუალოდ Google-ის აპლიკაციიდან, ასევე Android-ი თუ გაქვთ, ისედაც მიიღებთ მას ზედმეტი შრომის გარეშე. რაც გამოსადეგია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დროც დააყენოთ, მაგალითად, დილის 9 საათზე უკვე ყველა საჭირო სიახლე ერთიანად შეჯამებულად მიიღოთ, იქ თქვენი კალენდარიც იქნება ინტეგრირებული, მეილებსაც წაიკითხავს, ნახავს რამე ხომ არ გამოგრჩა თუ რამეზე მაგალითად ხელი გაქვთ მოსაწერი ან პასუხი დასასრულებელი, იმ ინფორმაციასაც მოიძიებს და პირდაპირ დილითვე გაგაცნობთ მას. ძალიან კარგი და გამოსადეგი ფუნქციაა, წესით ყველამ უნდა გამოიყენოს ის. ასევე გამოჩნდა ახალი ხელსაწყო, ეს არის Docs Live, რაც იმას ნიშნავს, რომ Google Docs-ში მომუშავე ადამიანებისთვის ჩნდება საუბრის ფუნქციონალი. აქამდე Docs-ში შეიძლებოდა მხოლოდ ბეჭდვა, წერა, მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ ახლა შეგიძლიათ პირდაპირ voice chat-ით ესაუბროთ AI-ს და რაღაც მაგალითად თუ მუშაობთ სტატიაზე, voice chat-ით უთხრათ AI-ს, რომ ამ სტატიაში გინდათ რაღაც შინაარსის შეცვლა, ფორმის გადაკეთება, ამ ბრძანებას მიიღებს AI და ამუშავებს და ადგილზევე აღასრულებს Google Docs-ში, რაც გამოსადეგია, წესით ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ხელსაწყო უნდა გამოიყენოს. Cloud-ის მიმართულებითაც იყო სიახლეები, მაგრამ ყველა სიახლე მაინც ბოლოს მიდიოდა Antigravity-სთან, ეს არის რაღაც ფუნდამენტი AI მოდელი, რომელსაც იყენებს Google და Antigravity რეალურად არის აგენტური ხელსაწყოების ფუნდამენტი, რომელზედაც შემდეგ უნდა დაშენდეს ყველაფერი ზებიდან, მაგრამ აქაც შეზღუდვა არის ამერიკა და აქაც შეზღუდვა არის ულტრა პაკეტი, რომელიც ალბათ ძალიან ცოტა მომხმარებელს აქვს რეალურად, რადგანაც ამ ეტაპზე შედარებით საწყისი პერიოდია მაინც AI-ის ადაპტაციისა და ულტრას მომხმარებლების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმ მომხმარებლებთან, რომელთაც ჩვეულებრივ პრო ვერსია აქვთ მაგალითად. და ბოლო სიახლე, რომელიც მე პირადად ყველაზე მეტად მომეწონა და ალბათ ყველაზე აქტიურად გამოიყენებ, ეს არის YouTube-ზე შეჯამების ფუნქციონალის დამატება და ასევე ასე ვთქვათ, SQ-Tube, ესეთი ღილაკის დამატება, ანუ თუ გაინტერესებთ ამერიკაში, ეგ არის მთელი ამ პრეზენტაციის პრობლემა ის არის, რომ რაც მომეწონა ყველაფერი ამერიკაშია და არაფერი ხელმისაწვდომი აქ არ არის, გარდა Gemini-ის ამნახევარი Flash-ისა, რომელიც უკვე გამოვიყენეთ და კი, ძალიან კარგად მუშაობს. რას ნიშნავს SQ-Tube? მოკლედ, თუ გაინტერესებთ რაღაც კონკრეტული საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით არ გინდათ 100 ვიდეოს ნახვა, ამდენი დრო არ გაქვთ, ან უბრალოდ გეზარებათ ამდენი ვიდეოს ნახვა, შეგიძლიათ პირდაპირ ჩაწეროთ, აი შეკითხვა რაც კონკრეტული გაქვთ და YouTube-ის ალგორითმი პირდაპირ მოიძიებს ვიდეოებს, სადაც აი ამ კონკრეტულ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და პირდაპირ ან პასუხს მოგცემთ, თუ მხოლოდ პასუხის მიღება გსურთ, ან ვიდეოსაც ჩააშენებს ან ვიდეოს მოგცემთ და კონკრეტულ მონაკვეთსაც კი მიუთითებს, აი მერვე წუთიდან იწყება მაგალითად ამაზე საუბარი, თქვენი შეკითხვა შეიძლება იყოს დაკავშირებული ნებისმიერ საკითხთან, არ აქვს აქ ნიშნობა. და არის IPO და ხო, რა არის IPO და IPO-ზე რომ IPO-ზე ალბათ ათასობით ვიდეოს ნახავთ, ყველას რომ არ უყუროთ, პირდაპირ ყველაზე გასაგებ და მარტი ვიდეოს განახებთ. გამოსადეგი ფუნქციონალია, ამას ალბათ ბევრი ვინმე გამოიყენებს, რადგანაც YouTube ზოგადად ცოდნის წყაროდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ზოგადად YouTube ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა, საერთოდ რაც ოდესმე შექმნილა, მაგრამ იქ ყოველთვის პრობლემა ის იყო, რომ სანამ არ ნახავდი ყველაფერს, უბრალოდ ვერც არჩევდი რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, განსაკუთრებით დისლაიკის ღილაკი რაც გაქრა, მას შემდეგ საერთოდ გაუგებარია რა არის კარგი და რა არის ცუდი, ადრე პირდაპირ დისლაიკის ანუ ღილაკს შევხედავდი და თუ პროპორცია საწინააღმდეგო იყო, ვიცოდი რომ ვიდეო დიდად არ ვარგებდა, მაგრამ დღეს ეგ აღარ არის, მაგრამ დღეს უკვე დაგვეხმარება AI, რომელიც ესეთი უფრო გულწრფელად დაგვეხმარება კონტენტის შეფასებაში. ბოლო და ყველაზე მთავარი სიახლე, ალბათ რაც ვიხილეთ Google-ისგან, რასაც ყველაზე მეტად ელოდა მათ შორის. მომხმარებელი შეეხება სათვალეებს, როგორც იქნა, დაგვაწია სასველი Google-მაც 2013 წლის გაქრობის შემდეგ ბაზრიდან დაბრუნდა. ამ ბაზარზე წარადგინა Android XR. ფაქტობრივად, კომპანიამ წარადგინა არა საკუთარი სათვალე, რომელსაც Google-ის, ასე ვთქვათ, ლოგო
ექნება, არამედ ის სისტემა, რომელიც ნებისმიერ კომპანიას, ხო, OS მარტივად რომ ვთქვათ, რომელიც ოპერაციული სისტემა, რომელიც ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დაინტერესდება აი ამ Google-ის სისტემის ჩაშენებით, მიაწვდიან ცხადია დიდი საზღაურის სანაცვლოდ, მაგრამ მისცემს მათ საშუალებას, რომ ნებისმიერი ტიპის სათვალეზე ჩააშენონ თავისი Gemini-ის ხელსაწყოები. ეხლა აქ თავარი განსხვავება დავინახოთ რა არის. სტანდარტულად მაგალითად, როცა ვიმყოფებით მუზეუმში და გვაინტერესებს რაღაც ნამუშევრის შესახებ დეტალები. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ტელეფონი, უნდა გადავუღოთ სურათი, ეს უნდა ჩაუგდოთ Gemini-ის და შემდეგ მივიღოთ მისგან პასუხები, რაც და კიდე თან დამატებით ვკითხოთ, მივწეროთ, რომ აი ეს და ეს რას ნიშნავს. დეტალები უნდა გაუზიაროთ. ამ შემთხვევაში რითიც გამოირჩევა ახალი სათვალეები, რომლებიც ახლა ჩემ უკან კადრშიც ჩანს, ამ შემთხვევაში ორი ძირითადი ბრენდი არის წარმოდგენილი, Warby Parker და Gentle Monster-ი, ორი ძირითადი მოთამაშე, თუმცა აუცილებლად გაიზრდება მათი რაოდენობა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ სათვალეების გამოყენებით, რომელშიც ჩაშენებული იქნება კამერა, რომელშიც ჩაშენებული იქნება ხმის სპიკერი და ხმის ჩამწერი, ანუ ჩვენთან ლაპარაკი შეიძლება დანახვა, გარემოსი და აღქმა, ფაქტობრივად Gemini გამოდის აი ამ ციფრული შეზღუდული სივრციდან და თვითონ უჩნდება საკუთარი თვალები, რომელთაც თვითონ დაინახავს და ისევ მაგალითს რომ დაუბრუნდეთ, თუ მუზეუმში ვართ, უბრალოდ ერთ ხელს დავაჭერთ ამ სათვალეს და ვეთქვით, რომ აი ეს გამოსახულება ახლა რასაც ჩვენ ხედავ. მასზე მესაუბრე. მითხარი, ვისი შექმნილია, როდის შეიქმნა, საინტერესო დეტალები მითხარი, ამას ხმოვნად ვეთქვით ყველაფერს და ის დაინახავს, აღიქვავს და ასევე ხმით, ნუ ეხლა თუ ხურსასმენი გვეკეთება, ცხადია ხურსასმენში გვეტყვის, მაგრამ თუ ჩვეულებრივად გვინდა რომ მოვისმინოთ პასუხი, ამასაც ხურში გაგვაგონებს ჩვეულებრივად იქნება ეს შესაძლებელი, რაც საკმაოდ საინტერესოა. ეს ერთი მაგალითია. თუ სადღაც ძალიან შორს ვართ მაგალითად გასული ქალაქგარეთ და გვაინტერესებს კონკრეტული მიმართულებით წასვლა, სხვათაშორის სივრცის აღქმაც ექნება და გვეტყვის საიდან საით უნდა წავიდეთ, რომ მივიდეთ დანიშნულების ადგილას, რა მანძილი გვაკლია მაგალითად კონკრეტულ ობიექტამდე მისასვლელად. ამ ყველაფერს სივრცის აღქმით შეძლებს, ხო? ძალიან საინტერესო სიახლეა, არც თუ გასაკვირი Google-ისგან, Google-ის ინტერესი ნამდვილად არ იქნებოდა არანაირად, რომ შეზღუდული ყოფილიყო მისი სივრცე იმით, რომ მხოლოდ საკუთარი სათვალე გამოეშვა, ამიტომ გამოუშვა OS-ი, ნებისმიერი კომპანია, რომელიც იქნება დაინტერესებული შეძლებს მასთან პარტნიორობას, ეს პროდუქტი შემოდგომაზე გამოვა და მისი ღირებულება ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ იაფის სიამოვნება ნამდვილად არ იქნება. არ აქვს ჯერჯერობით იმის ფუნქცია, რომ გადაიღოს ვიდეოები, როგორც მაგალითად მეტას სათვალეებს აქვს, თუმცა ესეც დასაწყისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად ის იქნება Gemini-ის გაგრძელება, ფიზიკური გაგრძელება, რომელიც მართლაც საინტერესო პროდუქტია Google-ის მხრიდან. პლანეტის უმსხვილესმა კომპანიამ Nvidia-მ გაგვაცნო თავისი კვარტალური შედეგები და შედეგებზე რთულია ვთქვათ, რომ არის დამაკმაყოფილებელი. ეს არ არის უბრალოდ დამაკმაყოფილებელი, ეს არის ფაქტობრივად აბსურდული. კომპანია, რასაც აკეთებს ერთ წელიწადში, ამას ჩვეულებრივი კომპანიები აკეთებენ 10, 20 ან 100 წელიწადში ხშირად, რადგანაც ასეთი ზრდის ტემპი ჩვენ თითქმის არასოდეს არ გვინახავს და ამიტომაც ღირს ეს კომპანია 5.5 ტრილიონი დოლარი და ამიტომაც იკავებს ის პირველ ადგილს მსოფლიოში. მოკლედ, შედეგები როგორ გამოიყურება? ანალიტიკოსები ყველაზე პოზიტიური მოლოდინით ფიქრობდნენ, რომ კომპანიის შემოსავალი იქნებოდა დაახლოებით 79 მილიარდი დოლარი, თუმცა რეალობა აღმოჩნდა, რომ კომპანია მიიღო ამის 82 მილიარდი დოლარი. თავად ეს 82 მილიარდი დოლარი წინა წელთან შედარებით არის 84%-ით მეტი. 84%-ით კომპანიები არ იზრდებიან ზოგადად. 80% კომპანიები კი საერთოდ არაფერი არ იზრდება, გარდა რაღაც მცირე ზომის სტარტაპებისა, რომელთაც ერთი კლიენტი ყავდა და ახლა მეორე დაემატათ და უკვე 100% აქვს ცდა. ანუ ენთროპიკისაგან არ გაგიკვირდება, მაგრამ ენთროპიკისგან არ გაგიკვირდება, მაგრამ Nvidia-ზე გვაქვს საუბარი კომპანიაზე, რომელიც არის ისედაც კოლოსალური, მაგრამ ეს არ არის ყველაზე უცნაური. ყველაზე უცნაური და შემაშფოთებელი არის ის, რომ მოგება 19 მილიარდი დოლარიდან გაიზარდა 43 მილიარდ დოლარამდე. ეს არის პლუს 129%. ანუ კომპანიამ ერთ წელიწადში მოგება გაზარდა 129%. აი, როდესაც შეკითხვა ისმის, Nvidia-ს აქციები რატომ იზრდება ასე სწრაფად და ხომ არ არის ბუშტიო, მის პასუხი არის აგერ. 129%-ით გაიზარდა მას მოგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია საშუალოდ დღის განმავლობაში წერდა
დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის წმინდა მოგებას. წმინდა მოგებას არა გვაქვს საუბარი შემოსავალზე, EBITDA-ზე, საოპერაციო მოგებაზე, წმინდა მოგებაზე. ეს ის მოგება, რომელიც გადასახადების მიღმა რჩება და შეიძლება განაწილდეს ინვესტორებს. რა თქმა უნდა, სხვა არც ერთ კომპანიას ესეთი შედეგი არ აქვს და ამიტომაც არის ეს კომპანია იქ, სადაც არის. ამ ყველაფერთან ერთად ჯენსენ ჰუანგი, რა თქმა უნდა, გამოვიდა სიტყვით და მან თქვა, რომ ეს არაფერია. რადგანაც მომავალ კვარტალში ისინი აპირებენ 91 მილიარდის შემოსავლის მიღებას და მოგების კიდევ უფრო დრამატულად გაზრდას. მოკლედ, კომპანია ზრდის როგორც შემოსავალს, ასევე მოგებას რაღაც წარმოუდგენელი ტემპით და ამ ტემპის ასახვა რიცხვებში ცოტა არ იყოს და მათემატიკასაც კი ამახინჯებს, რადგანაც ყველა ხელსაწყო, რომლითაც ინვესტორები აფასებენ კომპანიის შეფასებას, P ratio იქნება ეს თუ ამონაგების შეფარდება თითოეულ აქციაზე იქნება თუ მაგალითად აქტივების შეფარდება ღირებულებაზე. ყველა ეს ინდიკატორი არის უბრალოდ irrelevantური ამ კომპანიასთან მიმართებით, რადგანაც არც ერთი ინდიკატორი არ არის აგებული იმაზე, რომ კომპანიის მოგება იზრდებოდეს 129%-ით წელიწადში და ცხადია ამ არანორმალური ზრდის მიღმა დგას AI ბუმი. რაზედაც ჯენსენ ჰუანგი ამბობს, რომ ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური პროექტი, რაც ახლა ხდება, დატა ცენტრების აშენება და მათი მომარაგება და ამ პროექტის შედეგი ის იქნება, რომ გლობალური ეკონომიკა გახდება AI ეკონომიკა და აი ამ პროცესში, რა თქმა უნდა, იხეირებენ პირველ რიგში ის კომპანიები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ამ ახალი ინფრასტრუქტურის და სამყაროს შექმნაში. აქვე ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის დღევანდელი მოცემულობა იგივე, რაც იყო .com-ის ბუშტი. უბრალოდ აქ ერთი სხვაობა ის არის, რომ .com-ის ბუშტის დროს არც ერთ კომპანიას შემოსავალიც კი არ ქონია, არათუ დღეში 9 მილიარდი დოლარის მოგებაში. შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ ახლანდელი ვითარება .com-ის მსგავსია, უბრალოდ არ არის რეალობასთან ახლოს. რეალობა შეიძლება მხოლოდ მოწყვეტილი იყოს ერთი მოცემულობა და ეს ერთი მოცემულობა ის არის, რომ შეიძლება ინვესტორებს ძალიან პოზიტიური მოლოდინი ჰქონდეთ მიწოდების მხარესთან დაკავშირებით, რაზედაც ჰუანგი ამბობს, რომ ნუ ვიქნებით მშვიდად, შესაძლოა უბრალოდ მასალები დაგვიმთავრდეს იმ შეკვეთების დასამზადებლად, რაც გვაქვს უკვე მიღებულიო. აი ეს არის აქ თავარი პრობლემა. ხო, აქამდეც მოვედით. კი, ძალიან სწრაფად, რადგანაც მთელი ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რაც კაცობრიობას აქამდე ჰქონდა შექმნილი, იქნებოდა ეს ნახევარგამტარების წარმოების თუ მეხსიერების ბარათების თუ მაგალითად სხვადასხვა სახის მოწყობილობების, აწყობისა და წარმოების მიმართულებით იყო გათვლილი ჩვეულებრივ გარემოზე და არც წელიწადში 129%-იან ზრდაზე. და როდესაც ასეთ ზრდაში ვართ, უკვე მიწოდების პრობლემა ჩნდება და არც მოთხოვნის და მიწოდება რომ პრობლემა, ამაზე უკვე ლამის ყველა კომპანია საუბრობს და ამიტომაც ღირს ჩვეულებრივი მეხსიერების ბარათი ან რამე 400%-ით ძვირი იმასთან შედარებით, რაც ღირდა 1 წლის წინ და პრინციპში მომავალ წლებში ეს ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება და არც გამარტივდება. ასეთი კოლოსალური მოგების ფონზე, რა თქმა უნდა, კომპანია აპირებს ინვესტორებისთვის ესეთი cashback-ის მიცემას, მარტივად რომ ვთქვათ, 80 მილიარდი დოლარის აქციებს გამოისყიდიან უკან, ანუ ყველა ინვესტორი, ვისაც ახლა აქვს Nvidia-ს აქციები, უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, რადგანაც აქციების რაოდენობა ბაზარზე შემცირდება. ამ მექანიზმით ასეთი ტექ კომპანიები ინვესტორებს აძლევენ პირდაპირ სარგებელს. რა თქმა უნდა, ეს კომპანიები დივიდენდს პირდაპირ არ გასცემენ, მათთვის დივიდენდი არ არის საინტერესო, ისინი აქციების უკან გამოსყიდვით, ანუ ბაიბექით აბრუნებენ ღირებულებას ინვესტორებთან და 80 მილიარდი Nvidia-სათვის არის რეკორდული, მაგრამ ამაზეც ჰუანგმა თქვა, რომ ეს არაფერია, მომავალი ბაიბექები იქნება უფრო შთამბეჭდავი და გასაოცარიო. ჯამში ვხედავთ, რომ Nvidia-ს შედეგები იყო ძალიან ძლიერი, დამაკმაყოფილებელზე გაცილებით უკეთესი, მომავალი პერსპექტივაც ჩანს შესანიშნავი. ერთადერთი გამოწვევა, როგორც თქვით, არის ის, რომ შესაძლოა წარმოების ხაზი ვერ დაეწიოს უბრალოდ იმ მოთხოვნას, რაც არსებობს ბაზარზე და შეიძლება რაღაც კომპონენტების დეფიციტმა შეაფერხოს მთელი ეს ზრდის პროცესი. ჰელიუმთან დაკავშირებით იყო ძალიან მწვავე დებატები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რამდენად საჭიროა ჰელიუმი ზოგადად ნახევარგამტარების წარმოებისათვის, ასევე იყო პრობლემები მათ შორის მეხსიერების ბარათების ნაწილში, რადგანაც Nvidia ძალიან ბევრი მეხსიერების ბარათი სჭირდება და ესეც არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იმისა, თუ რატომ ვერ იზრდება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით Nvidia, ანუ იმ ინვესტორებს, რომელთაც ეს 129% არ მოსწონთ, შეუძლიათ ადგენენ და მიწოდების ჯაჭვის პრობლემები მოაგვარონ და მერე უფრო მაღალ ზრდასაც დააფიქსირებს ეს კომპანია. მოკლედ, Nvidia ძალიან მაგარი შედეგები დადო და ვნახოთ დღეს როგორ შეხვდებიან ამ შედეგებს უკვე ინვესტორები. SpaceX-ი საფონდო ბირჟაზე გადის.
ეს სიახლე რამდენი ხანია გვინდა რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სულ გვაქვს მოლოდინი წლის დასაწყისიდან მას შემდეგ რაც დიდი გარიგება შედგა და SpaceX-მა მიიერთა XAI Elon Musk-ის მეორე კომპანია, მას შემდეგ უკვე გაჩნდა სერიოზული მოლოდინები, რომ ის მოცემულობა, რაზეც საუბრობდა Elon Musk, რომ საბოლოოდ ამ სტარტაპი როგორ დავარქვათ ამ უზარმაზარ კომპანიას გაიყვანდა საფონდო ბირჟაზე, ეს მოცემულობა რეალობად იქცევა და ეს მოხდება 12 ივნისს. ეს იქნება ალბათ ისტორიული მოვლენა, რადგან ამჟამად 2 ტრილიონს აღწევს ამ კომპანიის შეფასება, ამ სტარტაპის შეფასება. ძალიან საინტერესო არის ის, რომ მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, მთელმა მსოფლიომ ჩაიხედა SpaceX-ის, როგორც იქნა SpaceX-ის ფინანსურ მონაცემებში, როგორც ცნობილია, როცა შენ უკვე საჯაროდ პირველადი განთავსებისთვის ამზადებ აქციებს, გაქვს ვალდებულება, რომ გააცნო ინვესტორ, შესაძლო და პოტენციურ ინვესტორებს, რა გაქვს რეალურად მოცემულობა, რა შემოსავლები გაქვს, რა სუსტი მხარეები გაქვს, რა პარტნიორობები გაქვს გაფორმებული. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიგეთ ის, რომ 2025 წელს კომპანიამ 4.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ამ შემთხვევაში აქ გასაკვირი არაფერი არ არის. ეს კომპანია თავიდან ბოლომდე ამ მომენტისთვის არის აწყობილი იმაზე, რომ სამომავლოდ, დაახლოებით ჯეფ ბეზოსის მოცემულობა როგორც იყო, როცა Amazon-ს ქმნიდა, სამომავლოდ ძალიან დიდ მოგებაზე გავიდეს და შესაბამისად ამით არის განპირობებული კიდევაც ძალიან დიდი ნდობა ინვესტორების, თორემ ეს მოგება საკმარის ნამდვილად არ არის იმისთვის, რომ ძალიან დიდი ინვესტიციები მოიზიდოს, სხვათა შორის IPO-ს დროს 80 მილიარდის დამატებით მოზიდვას ელოდება ამ შემთხვევაში Elon Musk-ი. საინტერესო ინფორმაცია ასევე რაც შევიტყვეთ არის ის, რომ ფაქტობრივად კომპანიის ამჟამინდელი სრული აქცენტი არის გადატანილი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ეს რაკეტების მიმართულებით ყველაფერი კარგად აქვს და დღეს იქნება ერთ-ერთი პრეზენტაცია და წარდგენა კი არა გაფრენა ფაქტობრივად SpaceX-ის უახლესი რაკეტის შესაბამისად ამ მხრივ ისე მშვიდად არის Elon Musk, რომ ბევრს აღარც ფიქრობს 3.5 მილიარდი დახარჯა გასულ წელს მხოლოდ თავისი კორპორაციული თანხებიდან უფრო დიდი ნაწილი, ფაქტობრივად 10 მილიარდიდან 9-ზე მეტი დახარჯა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, 7 მილიარდზე არის საუბარი, XAI კროკი უნდა განვითარდეს და ეს არის კომპანიის ინტერესი და ეს შევიტყვეთ. აქ საინტერესო ერთი ინფორმაციაც გავიგეთ ის, რომ კომპანია ფაქტობრივად იღებს Anthropic-ისგან თვიურად 1.25 მილიარდს, მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი მონაცემთა ცენტრი გადასცეს. 1.25 მილიარდის შემოსავალს რომ თვეში გაძლევს სტარტაპი, შენ არ ხარ ისეთი კომპანია, რომელსაც სახუმაროდ შეხედავენ ინვესტორების, შესაბამისად, ეს კიდევ უფრო დამატებითი ფაქტორი გახდა ნდობის მოპოვების ინვესტორების მხრიდან, მოკლედ ველოდებით ძალიან დიდ გასვლას საფონდო ბირჟაზე, რეკორდულს, რომელიც მართლაც ჩაიწერება ისტორიაში. OpenAI საფონდო ბირჟაზე გამოდის განაცხადი უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია მარეგულირებელ ორგანოს წარედგინა კიდეც დოკუმენტი. მხარდაჭერებს შორის არიან რა თქმა უნდა საინვესტიციო ბანკები, ჩაული მოთამაშეები, Goldman Sachs-ი, Morgan Stanley და ასე შემდეგ სამსხული ბანკები და OpenAI უკვე წელს გახდება საჯარო კომპანია, სტარტაპი, რომელიც 2-3 წლის წინ არავინ არ იცოდა რა იყო. დღეს უკვე IPO-ზე გადის ლამის ტრილიონიანი შეფასებით, ის რა თქმა უნდა გამოჩნდება NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე და გარკვეულწილად Elon Musk-ს კუდში მისდევს ახლა Sam Altman-ი თავისი კომპანიით, მათ ისეთი საკმაოდ რთული მდგომარეობა და დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში და ასევე დაპირისპირების საგანი პოტენციურად შეიძლება გახდა შემდეგ უკვე OpenAI-ის IPO-ც, რადგანაც მასზედაც იდავებს ალბათ Musk-ი შემდეგ უკვე Sam Altman-თან. კონფიდენციალური განაცხადია ჯერჯერობით კონფიდენციალურია, არ ვიცით ზუსტი თარიღი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზუსტად როდის მოხდება IPO არ ვიცით, მაგრამ ალბათ ჩემ მოდგომას უმიზნებენ. ასევე არ ვიცით ის თუ როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვს კომპანიას დღეს, ესეც მალე გასაჯაროვდება, კი, წესით მთლად კარგად საქმე არ უნდა გქონდეთ, მაგრამ ტრილიონს მაინც აწევს ალბათ და ასევე ის არ ვიცით რა თანხის მოზიდვას უმიზნებენ ამ ეტაპისთვის, მაგრამ 20-დან 50 მილიარდ დოლარამდე მაინც ალბათ იქნება, რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც უბრალოდ უნდა OpenAI-ის აქციები ჰქონდეს, რადგანაც რა იცი რა მოხდება თუ ვაი და ეს აღმოჩნდა მთავარი გამარჯვებული Airbnb-ში, რა თქმა უნდა, გინდა გქონდეს მისი აქციებიც. მოკლედ, შეგვიძლია ამ მხრივ ვთქვათ, რომ ეს წელი
Google არის IPO-ების მიმართულებით ყველაზე დატვირთული, რადგანაც SpaceX-ი ხომ თავისი XAI-ით გამოდის, OpenAI-ით გამოდის და ასევე ვიცით რომ Anthropic-იც აპირებს გამოჩენას საფონდო ბირჟაზე, Google ისედაც იქ არის, Microsoft იქ არის, Amazon იქ არის, მოკლედ AI ინდუსტრია სრულად გადადის NASDAQ-ზე, ძალიან მაგარი და საინტერესო ეპოქა გველის, რადგანაც კვარტალურ შედეგებში, როდესაც საუბრობთ ხოლმე ჩვენ დიდ კომპანიებზე, იქ არასდროს არ არიან ეს სტარტაპები, მაგრამ მათაც მოუწევთ უკვე ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენა და ინვესტორებისთვის ყოველ 3 თვეში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება. მე მგონი ძალიან არ გაუხარდება, მაგრამ არ გაუხარდებათ, მაგრამ სხვა გზა არის, თუ მეტი კაპიტალის მოზიდვა გინდა, მაშინ უკვე გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტებსაც უნდა შეესაბამებოდე. მოკლედ, IPO-ებისთვის და საფონდო ბირჟისთვის ეს წელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რაც კი აქამდე უდესმე გვიხილავს. ესეთი იყო დღევანდელი Tech Informe ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს ჩვენ მომდევნო გადაცემებშიც გააგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.